Brundit. Ochrandeni vikamatete. Რამდენი ვიკამათეთ რა გამდუეთში არ გამოვა მაგაზე კამათა მე განვაგზო. გამოვა. კამათი იყო ისე საავტომობილო პრობლემებზე და ჩვენს გასაჯეროთ დღესაც პროფესიონალი გენდერულ პრობლემებზე. საავტომობილო გენდერულ პრობლემებზე. რომელიც არ არსებობს. პროფესიონალი ყავს როგორც ყოველ შაბათს ტრიკოლება მევლუდ მელაძე. მევლუდ სალამი. კარგია დღესაც რომ ჩვენთან ახარ. წინა ორშაბათიდან მე გამოვიტანე ერთი და მნიშვნელოვანი დასკვნა, ეს რაც ჩავრჩა. დაინახე ფეხით მოსიარულე შენს წინ და სადაც არ უნდა იყოს ის და რამანძილზეც არ უნდა იყოს დაშრებული. დაიწყე დამუხრუჭება. ეგ წესი გამოვიტანე. თადარიგი უნდა დავიჭირო. სარკეში გაიხედე უკნიდან მეორე მანქანა ვარ და სარკეში სულ ისე გუშინ დამემართა ეგ რასაც ყვებოდი შენ. აი ეს გადმოდი რა. აი თუ დაგაზა გაჩერდა მუხრუჭდა მე გავაჩერე უკინა ვიღაცები მომესიგალეს გამომლამძღეს მაგრამ მე წყარად გადავატარე ეს და წავედი შიდათ იმათ აღარ მივაქციე ყურადღება. აი ჩვენ როგორ ვიყიდე. ანუ საკუთარ თავზე შეიძლება ლამძღვა მივიღოთ აი როგორ დღეს სხვა თემა გვაქვს. მე ვუთ როგორ უნდა გადავუაროთ წოლიარე პოლიციას. თუნდაც. არა მარტო წოლიარე პოლიციას, არამედ ორმოს და ყველა იმ ღრილს ღრმობას რომელიც მე დავიწყებ იქიდან ანუ ჩაღმავებულიდან დავიწყებ და მივალ მე წოლიარე პოლიციას. ხოთო ჯობი არ იყოს ეგეთ ჩაღმავებულები ზოგადად ქვეყანაში. ხო, კარგია რომ არ იყოს. მაგრამ არის, ვინაიდან არის, ანუ უნდა ვიცოდეთ როგორ ავუაროთ გვერდი, ან როგორ გადავიართ, ან საერთოდ როგორ მოვიქცეთ. არ არის მარტო ჩვენთან პრინციპში ეს, მთელ სოფლიოში მაინც გინდა არ გინდა ადრე თუ გვიან ორმო კეთდება. მაგრამ მოიცადე ეს ზამთრის მერე განსაკუთრებით სახლიდან სამსახურამდე ეჭვმეპარება რომ ესე მოუწიოს ვიღაცა საზღვარგარეთ სიარული. ხო, ნუ თუ იქნება ერთი ორმო შეიძლება სადღაც იყოს. მაგაში ზაგეთანხმები. ამიტომაც პრინციპში კატეგორიებად გვაქვს დაყოფილი, ანუ ორმოების კატეგორიები არსებობს, ნუ რასიზამ და ხშირ შემთხვევაში მიწევს ხოლმე უცხოელებთან ამის ახსნა, ანუ ჩვენებური სიარული, ესეთი გაკვეთილების ესეთი ის გვაქვს პაკეტი შეგონილი, ჩვენებური სიარული. არის საყვარელი ორმოები და ხო და არის ინტერესებს აბა როგორი კლასიფიკაცია. ხო, არის ნუ ესე დაყოფილი და არსებობს ორმო განივი, მთლიანად მთელ გზას რომელიც ჭრის, ხშირ შემთხვევაში ჩვენთან ესე ხდება და გეტყვით ახლა რა დროს ხდება. არსებობს ორმო რომელიც კუთხოვანია, ანუ კუთხე აქვს და ეს უფრო საშიშია და არსებობს განივი და თანკუთხოვანი, ანუ ყველა ეს რასაც ჩამოვთვლი შეიძლება შეიძლება ხელი შემოვირთო. გაერთიანდეს ერთად, ხო, არსებობს მე ორმოები რომელიც დიაგონალზეა განთავსებულები. ორმოს კიდე მე ძანეთ. დიაგონალზე არის ორმოები რომელიც რაღაცა ინტენსივობით გრძელდება, ანუ გადაბმულია, ზოგი ღრმა არის, ზოგი ნაკლებად ღრმა, არსებობს ნაკლებად ღრმა და ღრმა ორმო. ანუ ეს არსებობს წლით დაფარული ორმოები. ხო, ნუ ღრმა ორმოებში გადის, როცა უკვე საბურავის ნახევარს მაინც ხდება, ეს ღრმა ორმო მნიშვნელობა არ აქვს უკვე არის თუ ორმო, იმიტომ რომ თუ ჩავარდი, მაინც ჩავარდი. მე ვუდა, აი წლით დაფარული ორმოები, რომლებიც არ ჩანს, კუთხოვანია, ღრმა თუ არც ისე. ხო, რომელიც არ ჩანს, ხო, გინდა არ გინდა ის ხაფანგია, ხო, არა, ვერ განიხილა, რომელიც არ ჩანს, იმას ვერ განიხილა, არ ჩანს და რა გინდა რომ ჩავარდი, მე განიხილე. მე მივხვდები. არა, და კიდე ეგრეთ წოდებული ლატკებისთვის განკუთვნილი თხრილები, რომლებიც ძალიან ხშირად არისება ხოლმე და კუთხოვანი ძალიან საოცრება, ამოწრიან და მიდიან. ტოვებენ, ღამე ხდება საშინელებები. ეხლა მეორე ხანაერი სახის ორმო, გეგონება აი ჭრისო რამაც. მეორე კუდურებაში გადავალ ხო ბევრი ვიძახეთ რა ორმოებია ბევრი ორმოებია ახლა რაღაც მობილური ჯგუფები ჩამოყალიბდა და მოდიან ანუ გაიარე და არაფერი არ ხდებოდა მეორედ გამოიარე და ანუ ეს მობილური ჯგუფი მოვიდა ამოჭრეს უცებ მის შეაკეთო და წავიდნენ სხვაგან ამოსაჭრელად და მოდიხარ და ბრახუზე ამოჭრილი ანუ ეგ უნდა სწრაფად გაკეთე წესით რა ერთი პროცედურა უნდა იყოს კარგი განეხილოთ უარესი ვარიანტი არ ამოჭრეს არ გააკეთეს არ ამოავსეს არ ჩაყარეს შიგნით მიწა ნიშანი რო დადონ იქ ხო საგზაო ნიშანი მაინც ან შეიძლება იყოს წესით უნდა ხდებოდეს ესე რა როცა იჭრება ესე რადგან გაკეთდეს ან თუ არის ამოჭრილი ხო წინასწარ უნდა იყოს მაფრთხილებლები ზოლები რაღაცები რომ აერები მონაკვეთზე არის ხოლმე ხო მერია ბოდის გიხდით თუ რაღაც შეფერხებისთვის რაღაც მე ვამბობდი ეს პატარა მაგრამ აი მე მაგალითად რუსთავიდან მოვდივარ და ესე არის გადაგზეს ამოჭრილები და სლალომით დადის მეცადინეობს მაგრამ გადაფეთავ კამერა დაგაფიქსირებს როაული ამ ორმოს და მოგივა ჯარიმა ხო კამერას თავი დავანებოთ მთავარი არის
საფრთხე არ იყოს რა, ანუ გადმოდიხარ სხვის გზაზე, ხო შეიძლება ეს საერთოდ არ ელოდებოდეს, რომ შენ გუშინ მოვარი, კი, გუშინ მომიწია ასე ორმოებს შორის მე სლალომით ლავირება რაღაცა მონაკვეთზე და ცოტა იმდენი ადრენალინი გამოვყავე, მოდიხარ, უცებ ავტომატურად ავიღე ხო ამ ორმოდან, მაგრამ უცებ მე დამასხარო. ხო, წინ რაღაცა ხიფად შეიძლება ჯობია და ჩავარდნილიყავით ხო ამ ორმოში და ეს შეიძლება. ნუ ეხლა მეორე კატეგორიას ან დავყოფ გვაქვს ეს როგორია ორმოები, მე გვაქვს როგორ უნდა ავერიდოთ ხო აი მივედით. ხო, ანუ არის სხვადასხვა მეთოდი არიდების დიაგონალის გავლა ხო ყველაზე გავრცელებული ორმოებზე თქვი ეხლა ჩვენ რა მოგდის თავიდან ხო რა მოგდის პირველ რიგში და არის სწორო პრინციპში ეს კადრი გვაჩვენოს ანუ პირველი ასაც შვებით რაღაცა X სიჩქარით გარკვეული სიჩქარით მოვდივართ რომ დავინახოთ რომ ამოხურჭებს და ვარდებით ორმოში ანუ ამ დროს რა ხდება რა როცა ზამბარა იკუმშება ბოლომდე როცა უკვე ეს ვისი მანქანა გაივედეთ რა სკოლის მანქანაა და ეს ამისთვის არის ხედავთ როგორი არის ანუ და ზამბარა ბოლომდე შეიკუმშა მეტი ადგილი მას აღარ აქვს თუმცა დავამხურჭებს და თუ ჩავართ ორმოში იღებს ძალიან დიდ დაწელი სიმძიმით არ გვინდა ვაზიანებთ სავალ ნაწილს ვაზიანებთ თვითონ ზარას ავტომობილს ბევრ რამეს ვაზიანებთ რა ეს უფრო ისე რომ ახსნა ხო უფრო როგორ და რა ხდება რა ამ დროს მაგალითად ძალიან ხშირად მეუბნებიან ხოლმე რა ბარ ისთვის არის ზამბარები ამორთზაცები რაღაცა მე მაგალითად ჯიპი მყავს და ჯიპი არაფერს არ ეშია გადავიდა აშლია რა მანქანით ხარო ხო და მანქანით არ უნდა გააკეთო ეს გეტყვით რა გებია მაგრამ ვიღაცა მეტად უფრთხილდება ვიღაცა ხო ეს თავისთავად რა თქმა უნდა რომ რაც უფრო გრძელი აქვს ეს სამბარა და რაც უფრო მაღალია საბურავი ხო მით უფრო იულად გადავა რაღაც იმის ჩაშლილი ამორტიზატორი ამას ქვია თუ სხვა რამე არა ჩაშლილი ამორტიზატორი მაგას საგიხსნით ხო ანუ ჩაშლილი ამორტიზატორი ნებისმიერ გინას პატარა იყოს რომ გინას დიდი გადავლა ნიშნავს რომ დიდ არტყმას მიიღოს მაინც ავტომობილი იმიტომ რომ ეს უკვე მექანიზმი აღარ მუშაობს ხო ანუ აი ეს რო ახსნა საერთოდ ზოგადად შედარებები ძალიან ხშირად მომყავს ხოლმე როცა ხსნი ამ რაღაცებს და მარტო შედარებას მოგიყვან თუ აი როცა გადავიდეთ რაღაცაზე ჩავართ ხო ჯიპია დიდია პატარა მნიშვნელობა აქვს მაგალითად ჩვენი ყბა ხო არის იმის რომ დავღეჭოთ რაღაცები რა მაგრამ ვიღაცამ რომ აბერკოტი ამოგვარტყას რა მნიშვნელობაა კაი კვილები გვექნება თუ ცუდი კვილები გვექნება კარგად გააკეთა ხო უეჭველი ჩაგველეწება ხო იგივე მოზდის მაგალითად ამიტომ დავეცადოთ რომ ესეთ შედარება მაგრამ წარმოიდგინეთ კარგად ხო ნუ ეს მოზდის ავტომობილის რა წარმოიდგინეთ აბა რა უნდა ვქნათ ხო ანუ პირველი გვინდა არ გვინდა ამის ტიპს ვერ ავწდებით როცა რაღაცა საფრთხეს ხედავთ რომ ამოხურჭებთ ხო ანუ ამას არ დავიწყებ ახლა პროფესიული მასშტაბი არ გავარ პროფესიონალები ამოხურჭებთ ყველა ვარიანტი ამოხურჭებთ რომ მივედით ორმოსთან თუ ორმომდე ჩვენ ვერ მოვახერხეთ გაჩერებას სრულად ავტომობილის ხო ამ შემთხვევაში ჯობია გაუშვათ მიხურს და ისე გადავერთ იმიტომ რომ კი ზამბარა მოასწრებს ისევე გაშლას ანუ ადგილი დარჩება მას სამუშაო და ხო გადავიდა მოკლედ რეზუმირებას ვაკეთებ თელს სიჩქარეზე გადავლა უფრო ნაკლებად მავნებელია ვიდრე დამოხურჭება ზედ ორმოში ყველაზე ცუდი არის კი დამოხურჭებულად ჩავარდნა ორმოში ეს არის მე არც ვისწავლე არა მაგრამ ინსტიტუტურად გამოიმუშავა არა მე მასწავლე შეიგზინე ხო ანუ ყველაზე კარგია რა თქმა უნდა ის მომენტი და ამის ვიდეოს პრინციპში ჩვენ გვაქვს ანუ როცა დავამოხურჭებთ ორმომდე და ორმოში აი როგორც ურთულს პურო ჩავაწოთ ესე ჩავყავით ბორბალი მე აუშვით ძალიან ნელა ჩავედით ანუ ავტომობილი დავამოხურჭეთ ისე რომ სრულად არ გაჩერდა ანუ გაჩერების პიკზე მივიყვანეს და ნელ-ნელა ჩავედით ერთი ბორბალი მეორე ბორბალი გადავედით და წავედით ანუ ეს არის ყველაზე კარგი ფორმა მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ როცა ვამოხურჭებთ გვინდა არ გვინდა ხო ვამოხურჭებთ სარკეში თუ ერთს მოვავალებთ თვალს ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ უკან ავტომობილი შეიძლება ჩვენს წინ ორმოს საერთოდ ვერ ხედავდეს ის ხედავს სივრცეს ზოგადად რომ წინ სივრცეა შენ არაფერი ხელს არ გიშლის და უეცრად ამოხურჭებ და უნდა გაითვალისწინო რომ ბევრი არ იცავს სამხურჭე მანძილს ესეც გავითვალისწინოთ კი ახლოს ძალიან ბევრი მოგზდევს უკან ანუ თუ ვიღაცა უკან მოგზდევს ჯობია საერთოდ არ დავამოხურჭოთ ჯანდაბას სამორზატორი ჯანდაბას ავტომობილი მთავარი არის უფრო დიდი საბუჯო ფოთები ხა რა აუცილებლად უნდა იყოს გამართული მაშინ მოხუჭის ნატურა ესენი აუცილებლად გამართული უნდა იყოს იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვანგა არ მოყვება ადამიანი მოყვება რომელიც სამხურჭე მანძილი რა ხდება
სამხუჭემ გააჩნია სიჩქარეს მან ყველაფერი სიჩქარის დროს რა თქმა უნდა იცვლება დისტანცია იცვლება სამხუჭე მანძილები 60 სანტიმეტრებს არის ხო ქალაქის ქუჩებში რამ ხელა ნუ თუ გვექნება მანძილი სადაც 20-25 მეტრი ეს არის კარგი მანძილი თუ 25 ქალაქში არა ქალაქში 25 მეტრი არის კარგი მანძილი 60 კილომეტრ/სთ არის კარგი მანძილი აქედან მიმოვიდი ახალებებს ვთქვა არა რატო ვინა გადავხარ არა მაგიდან აქ ვერ გაკა ხო 25 ნაბიჯი აი ხო რა ჩვენი სტუდია აი სტუდიის ისა ხო მანქანიდან მანქანამდე იმიტომ რომ ეხლა უყურეთ რა იდეალური ვარიანტია ხო ეხლა უყურეთ რა თუ არავინ არ ვიცავთ ამას კი თუ გვაქვს ძალიან ახლო მანძილი ხო როგორც მინიმუმ გვჭირდება სარეაქციო დრო ანუ რეაქციის დრო დაახლოებით 1 წამამდე ჩვეულებრივი ადამიანისთვის ესე მიდის თუ პროფესიონალიზმის სადღაც მე-4 წამამდე ნუ 9 წამამდე დაახლოებით 9 წამი მაინც იზრვა რომელიც საჭირო ანუ 1 წამში როცა შენ გადაადგილებ 1 წამში გადიხარ ძალიან ბევრ მანძილს თუ დავითვლით ხო რამ ხელა მანძილს გავდივარ ძალიან მარტივად გამოვა რომ 60 კილომეტრ/სთ დაახლოებით 16 მეტრს გავდივართ 1 წამში რა ანუ სადღა არის ჩვენი მანძილი სონა გავჩერდეთ თან სიჩქარე თავარი ისევ სიჩქარე მაგ მომენტში ქალაქში როცა თუ მაღალი გვაქვს რამდენად იზრდება სიჩქარე ანუ მანძილი არ 2 მაგდება 3 მაგდება და 4 მაგდება არა თუ ძალიან მაღალია სიჩქარე მაგალითად შეიძლება გაცილებით მეტი მანძილი ჭირდება იმიტომ რომ ის რეაქციის დროს ის 1 წამი უკვე ძალიან ბევრ მანძილს გავდივართ ანუ მაგალითისთვის თუ 300-ით მოვდივართ ეს ძალიან შორს წავიდეთ 72 მეტრს გავდივართ დაახლოებით 1 წამში 300-ით ახლა არსად არ ხო ნუ ეხლა იქიდან დავყოთ სიტყვაზე ვიძახე 72 მეტრი წარმოგიდგენთ სტადიონს გავდივართ 1 წამში სანამ ჩვენ რეაქცია გქონდა რა ანუ ავტობანებზე ხო არის დასრულებული ახლა გერმანიაში ამ ხელას სიჩქარე რა შესაბამისად წარმოგიდგენთ იქ საერთოდ არაფერს არ ნიშნავს უკვე ის მანძილი 20 მეტრზე მაგრამ აი ქალაქში ახლა რომელიც აბსოლუტურად არავინ არ ვიცავთ და შეუძლებელია ესეთ სიმრავლეში მანქანების 20 და 25 მეტრი 40-50-ით 60-ზე მაღლა ჩვენ ქალაქში არ დავდივართ. შეზღუდვები არის ხო გააჩნია ეხლა სანაპიროზე მაგალითად ხო 70 კილომეტრ/სთ კარგ მაინც ყველა მოძრაობს ხო და ნუ მით უმეტეს იმ ჩვენ ავტობანებზე ახალ გაკეთებულ ავტობანებზე იქ 80-იც არის დაშვებული ხო შესაბამისად 80 კილომეტრ/სთ კარგ საწესოს ეწრებს ბოლო დაიცავი დისტანცია გვალის იყო 80-ზე გადავიდეთ სოლიარე პოლიციას ჯერ ეს აღრმავება ეს პოლიციელებამდე ჯერ მივალთ ანუ მანძილი ჩვენთვის დაძღობული მანძილი კიდევ ერთხელ მაინც აუბრუნდები მანძილს კარგია თუ 25 მეტრი მანძილი გვექნება იმიტომ რომ ჩვენ სივრცესაც ხედავთ და დაუბრუნდები ამ მანძილს და რატო გეტყვით ყველას გქონია ესეთ შემთხვევა ყველა მძღოლები ვართ როდესაც ახლოს მივდივართ 10-5 მეტრი არ ნუ 10-15 მეტრის მანძილზე ყველა მივდივართ ხოსია მაინც ავტომობილი თუ წინ მიდის სატვირთო ან ავტობუსი ან რაღაც მაგის მაგვარი ან თუნდაც ჯიპი რომელსაც უკან ჩამოქებული შუშაა ხო ყველას გვაქვს ის დისკომფორტი რომ იმის წინ რა ხდება ვერ ხედავ შესაბამისად 40-დან თუ მან დაამოხრჭა ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამ ისე გავვლით იმ ჩვენ 15 მეტრს რომ უკვე აღმოჩნდებით ხო აღმოჩნდებით ამიტომ შესაბამისად ჩვენი მანძილი ყველაზე კარგი მანძილი არის ის რომ ჩვენ წინ მივალე ავტომობილის წინ სივრცეს ხედავდეთ გააჩნია წინაც რა ამხელა ავტომობილი მიდის ანუ თუ ჩვენ გვაქვს პრინციპში ის რომ ძალიან ღიად არის და ხედავთ შეიძლება თავს მივცეთ ის ფუფუნება რომ უფრო ახლოსაც მივიდეთ ნუ სპორტსმენები მაგალითად შეიძლება ერთმანეთს მიდებულისკი დავდიოდეთ გააჩნიათ ან როგორ მართავთ ავტომობილს ანუ გადავა შემდეგ პუნქტზე ზოგადად რადგან მუხრუჭები ნაკლებად შეიძლება გამოვიყენოთ იმიტომ რომ უკან ავტომობილი მოდიოდეს ხო თუ საშუალო სიჩქარით მივდივართ 40-ზე გადავალ ამ საშუალო სიჩქარით შესაძლებელია და თუ ძალიან გრძელი არ იქნა ეს 40 და ძალიან ღრმა არ იქნა ეს თხრილი ხო ავტომობილი კარგად აიტანს ამას და რატომ მაგასაც გეტყვით ну акциями принципში ხო ხედავთ რა სადაც ლუქსეც კი საშუალო სიჩქარით მოდის არა ეს არაფერი არ არის ნელა მიმავალს უფრო მეტი პრობლემა ქონდა ვიდრე საშუალო სიჩქარით ვერც კი გაიგო გადავედით და წავედით იმიტომ რომ მაგიდის პრინციპია აქ რა ხო კიდე ერთ შედარებას მოვიყვან მაგიდას ერთი ფეხი მოვაცალოთ ის იდგება მაინც რა ანუ შეიძლება ვერც კი შევატყოთ და როცა დავეყდნობით მხოლოდ მაშინ მივხვდეთ ერთი ფეხი არ აქვს ესეთი პრინციპით მუშაობს ავტომობილიც რა ერთ ბორბალს რომელიმე თუ საშუალო სიჩქარით მივდივართ შეუძლია რაღაცა მომენტში გაინთავისუფლოს და ან სადღაც ჩავიდა ამოვიდა ამორგზაცია ამის საშუალებას იძლევა ანუ ეს ბერკეტები იძლევა ამის საშუალებას ვერც კი იგზნობს ანუ ნაკლებად იგზნობს და ანუ რა თქმა უნდა არის უკვე უფრო ისეთი როცა გადაბმული ეს ორმოების ციკლია თუ ჩვენ მოგვიწია აქ დაუშვათ შევარდნა შეიძლება სადღაც უპოვოთ ფანჯარა აი ველოდე ძალიან საგულისხმოა რა
აი ეს უკვე როგორ გადადის, უკანა ვეღარ ხედავს. აი ხა მაგრად უწყავს რა. აი და მაგრად უწყავს. წინა ავტომობილი ხო ერთი საშუალოში გაერთო მოდი და თითქმის ვერც კი გაიგო ჩავიდა მოვიდა საბურაები მიუხედავად იმისა ლუქია ხო მან რო გაჩერდა ანუ მუხრით რო ჩავარდა იქ ჩარჩები შეიძლება საერთოდ კი დაიძრა იქიდან რა და ამ შემთხვევაში ანუ გადავლა შესაძლებელია ესე იგი ციკლზე კასკადი იმგენის ორმოების და როცა გვხვდება კასკადი და ხშირად არის ესე რა მივიდივართ რაღაც X სიჩქარით და აღმოჩნდება რომ შევარდით ორმოებში ანუ გვიან დავაფიქსირეთ და შევარდით უნდა ვეცადოთ რომ როგორმე ერთი ბურბალი მოხდეს ორმოში ანუ ერთიანად არ ჩავარდეს რა იგივე ამ მაგიდას შემოვიშველებთ თუ ორი ფეხი მოვაძლევთ მაგიდას ყველა ვარიანტში დაესება იგივე მოზის ავტომობილს რა თუ ორივე ერთად ჩავარდა ან თლიანი ჭრილი თუ არის ხო ან დავუშვათ ორ ერთდროულად თუ მთლიანჭრილია ჯობია გვერდულად გადავიდეთ რომ სათითაო ბორბალმა მოახერხოს რეაგირება და ასევე თუ ორი ორმოა ამ ორმოებს შუა მაინც გავატაროთ ერთი ბორბალი ანუ ერთი ბორბალი ყოველთვის ვეცადოთ მოტოციკლეტის პრინციპით სადმე გავაზრდოთ ეს თულია შუა ესე იგი თუ ეს კიდე შესაძლებელია თუ გზივად არის უბრალოდ თავიდან ვიღებთ ადარი და გვერდულად გადავდივართ ხო ჯერ ერთი ჩავიდეს მერე მეორე მერე მესამე მერე მეოთხე თუნდაც ტროტუარიდანაც რო ჩამოვხდეთ ამ პრინციპით ხო თითქმის ვერ გავიგებთ ეს ტროტუარიდან ჩამოვხდომა მასწავლე ჩამოდივარ და არც სწორედ ჩამოდივარ თუ არა ასევე ხო ერთი ბორბალი მეორე ბორბალი რა თუ ჩამოხალე იგრძნობ ნინოს გაწოლებული რაღაცას გზნობ ხოლმე ასულაძეს მაგალითისთვის რა ტროტუარზე აი ბოდიში გაწყვეტინებ ასულაძეს ტროტუარზე ანუ როგორიც არ უნდა მაღალი იყოს ის იმდენად მაღალიდაც კი რომ აი ავტომობილი სიმაღლე არ ყოფნიდეს ხო მაინც თუ გვერდულად მივეპარებით რა დავუშვათ 15-10 სანტიმეტრით ხო გვერდულად დავუშვათ აი ავიღოთ ეს კიდე ხო მე გაჩერებულზე მოვუხოთ ბოლომდე ბორბალს ანუ ბორბალი გამოცდება ჩვენი ავტომობილის პირველი ის მიედება ტროტუარს ანუ ბარდიურს და შეგვიძლია ავიდეთ ანუ ის აიწევა აწევს ავტომობილს მასე მივეპარე ერთი რამდენიმე თვის წინ კანდელაგზე ტროტუარს და აი ზუსტად ეს მივადე ბორბალი და ესე გაჭრა გაუსვი ოქროსავით ხო საბოლოო არა თუ გვერდულად გაუსვი გაჭრის რა თქმა უნდა არა მე უნდა მოატრიალო ესე უნდა მიეპარო და მე რული აიღო ბოლომდე და ისე პირით მიედოს არა გვერდულად პირით მიედოს და მე შეგვიძლია ახვიდე რამ როგორ ხარდა მაღალი იყოს ახლა როგორ ვაყენებ ხანდახან მივადგები პირდაპირ მაგარი ბორდიურა მივადე საბურას მე ცოტა სამიღებ და ესე შევდივარ ნენე კარგად დგები რომ ადგილის ბევრი არ დაიკავ რამე ჩაბარების დროს რაღაც ეგეთები თუ გათვალისწინებული არის ორმოდა მსგავსი ავანსები არის რა ხო ზოგადად სერიოზულად ვსაუბრობ ამაზე და სერიოზულად ორმო არა ვთქვათ რაღაცა ის სიტუაციები იმ თეორიებში არის ხა ძალიან პრიმიტიულები ხო ძალიან პრიმიტიულები ანუ არ არის მაგალითისთვის ნუ ერთი რაც ნუ ბევრი რაღაცა ის რაც შეიძლება ვიკამათოთ და არასწორად მივიჩნევ ნუ არის ესეთი თემა რომ ავტომობილი გაგვიჩერდა დაუშვათ სადღაც და ვალდებული ვარ სადღაც გადავიტან თუ გაგვიჩერდა როგორ გადავიტან ხო ბევრი რაღაცა ლაფსები იქაც არის უნდა გავაგრძელოთ იმიტომ რომ დრო ნელ-ნელა გაგვეპარა ამას ანუ მივიდეთ იქამდე რომ შეიძლება ძალიან ჩქარადაც გადავიდეთ ორმოებზე იმდენად ჩქარო რომ ავტომობილს საერთოდ ვერც კი შეიგნოს მაგრამ ეს უკვე უფრო პროფესიულია ანუ ძალიან კარგად უნდა ვფლობდეთ ამ შემთხვევაში ავტომობილს ის კი არა და ერთი ესეთი ხერხიც არსებობს ორმოზე გადასვლის თუ ორმოსთან მივედით და ისე ვქვია ორმოსთან ოღონდ იმ ხარეს რომელიც ხარესაც არის ორმო ხო ზედ ორმოს პირზე ჩვენ თუ ორმოსკენ მოვუხოთ მყისიერად და წამიერად ორმოსკენ მოვუხვიეთ და გავასწორეთ საჭე ძალიან წამიერად ხდება ეს ძალიან მყისიერად ვერც კი მიხდება ავტომობილი რომ ორმო იყოს ანუ ხო ვატყუებთ სისტემას პრინციპში მაგრამ ეს გასამეორებლად ძალიან რთულია ძალიან ცუდად ჭირდება ძალიან პროფესიულია მაგრამ არსებობს ესეთი მეთოდი მაგალითად სპორტსმენები ვიდეოში ჩანს როგორც აკეთებს ძალიან მყისიერია ხო იმდენად მყისიერად ხდება ეს მოძრაობა რომ ავტომობილი განაგრძობს სწორად მოძრაობას ანუ ავტომობილამდე ვერც მიდის ანუ საბურაებამდე იმდენად ის რომ მოუხვიოს უბრალოდ ფეხს აწევს რა აი კათამი ხო გვინახავს ფეხს შეკასავს ახლობი ესეთი მოძრაობა საერთოდ გიდრაულიკა არ აქვს მაგას საერთოდ არ არის დაწოლილი პოლიციელის ამბავიც გაგვარკვიეთ ამწოლილი კი ბატონო ხო ნუ მწოლი არის პოლიციელებთანაც იგივე უნდა მაქსიმალურად შევნელდეთ და გადავიპაროთ, მაგრამ ჯობია რომ ირიბად გადავიდეთ. ანუ იგივე პრინციპი გამოვიყენოთ, როგორც გაჭრილზე, ხო, განივად გაჭრილზე, ანუ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე. ხო, აი ძალიან მარტივად არის ეს სიმულაცია პრინციპში.
ხო, მთლიანად როცა გვერდულად შევალთ, იგივე მოხდება 1, 2, მესამე, 4 გადავა. ანუ გვერდულად უნდა შევიდეთ. ირიბად 45 გრადუსზე და ხან ამას თავის სტანდარტები აქვს, ხან ზოგან დარღვეულია ქალაქში. ძალიან დიდები არის გაკეთებული, ზოგი ასფალტისაც აკეთებს, აი და ძალიან მაღალია. თუ ირიბად გადავალთ, ხო, საშუალო ტემპითაც მოხრუჭების სისტემა აქვს როგორ, იგივე რაც 40. იგივე, ანუ ვანელებთ მაქსიმალურად და გადავდივართ მერე, ხო, თუ ნელა გადავალთ, ძალიან კარგია, ანუ ავტომობილს საერთოდ არ აზიანებს. თუ საშუალოში გადავალთ ირიბად, ამასაც აიტანს და ანუ თუ ახლა დავამოხუჭეთ და ისე გადავედით, ანუ დამოხუჭებულად უეჭველი ძალიან დიდი. ერთი რამ მინდა კითხო. აი დავამოხუჭეთ, წინათვლები გადავიდა და აი უკანათლების გადასვლამდე რომ უხრუჭ დავაჭიროთ, არ მიეხმარება რომ უფრო ჩემი აღარ არის. არა, მაგას არ ვამბობ, რომ მივეხმაროთ, თქვათ რომ აწიოს საკანონმდებლო. თუ იმდენად პროფესიულად ფლობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, ან ეს უკვე გადავედი ჩვენ რეალის ტექნოლოგიებზე, იქ ავტომობილის ფინიშამდე მივყვანა არის მთავარი, ანუ ყველა გზის საფარის ყველა ცვლილება ხო ისე უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ რა, თუნდაც ესე შემთხვევაში რაღაცა მომენტში კუდი ავაწენოთ, რაღაცა მომენტში ცხვირი ავაწენოთ, ამას სწავლება. ავტომობილის დაცვას ემსახურება რეალურად თქვათ იგივე. კი, თუ ზუსტად ვიზამთ. რა თქმა უნდა. კი, შეიძლება ამ შემთხვევაში სიზუსტე არ გქონდეს, ანუ არასწორად დავაჭერე, გაუშვო და პირიქით დატვირთულად გადავიყვანო. და თან არ მინდა გამომჩეს ერთი რაღაც ძალიან ცუდია ესეთი კვადრატული ამოჭრილი ან კუთხოვანი ორმოებზე გადავლა ყველავარი ნიშნავი ვერიდო თუ არის რაღაც საშუალება რომ იმას არ დავერიდოთ, იმიტომ რომ შეიძლება საბურავები არაერთი, ორი, არამედ შეიძლება 4-ვეც კი დაგვეშვას დარტყმისგან, მით უმეტეს თანამედროვე ავტომობილები უკამეროდ არის საბურავები, ანუ დარტყმა დისკის გაღუნა ნიშნავს საბურავის დაშვებას. და მე არავინ არ გაგიჩერებს და რო გეხმარება. კი, ძალიან ხშირად ისიგნალებენ და გვანწყავენ, რომ ისე გაიარეს. ხო, ძალიან ხშირად მინახავს ამ ბოლო დროს გაჩერებული ავტომობილები, რომელსაც ნუ ერთ სადარიგო საბურავი ქონდა და შეცვალა და ნუ მეორე რა თქმა უნდა არავის არ აქვს. კარგი, დავთავროთ ხო? ძალიან ბევრი რამე სწავლობ, მე პირადად და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს. შემდეგ იმას თუ გააკეთებთ მაინც. კარგი. ეს ერთი სამერე. ხო, ნუ პრინციპში ეგ მინდოდა მე თქვა, კიდე ესეც არ უნდა გამოჩეს, თავი და რა დავიწყოთ, რომ სლალომი მოდიოდა ვაცელდი ორმოებს, ხო? ჯობია რომ სლალომი თუ ძალიან დარწმუნებული არ ვართ, არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამით შეიძლება ჩვენ უბრალოდ მართვაც კი დავაკარგინოთ ავტომობილს, ანუ აქაც კიდე ერთ შედარებას გამოვიყენე მაცივარის პრინციპს, ანუ თაროსი თუნდაც რომ გვინდა რომ ან წავაქციოთ რომ მეორე დაიჭიროს, ხო და მაძიმია, ხო? გავაკანებთ, გაუშვებ და გავაკანებთ და მე იოლად ვარდება. იგივე ხდება ავტომობილის შემთხვევაში და თუ ერთი და მეორე, ანუ თუ რეზონანსში მოვიყვანეთ, ხო ავტომობილი ძალიან მარტივად დაკარგავს მართვას, ანუ უკანა საბურავი ძალიან იოლად შემოსურდება და ეს შეიძლება ჯამში ჩვენთვის თუმცა იყო შედარებების მამა და სპეციალისტი მელოდნად. ძალიან დიდი მადლობა. მოვუთმენოთ ველოდების შემდეგ ორშაბათს. და მოვუთმენოთ ველოდებით ჩვენი შემდეგი ბლოკის პროგრამაში. იმიტომ რომ კალიგრაფისტები მასტერკლასი იქნება ჩვენთან. ოღონდ მე რა თქმა უნდა არაფერს არ დავწერე. მე გულსაც შემოძახე რომ. ნახოთ.